გამარჯობა. ქართველების საარტილერიო ჭურვები 2008 წლის ომის დროს ქართულ ქვედანაყოფებს ზურგში ხვდებოდა. ზუსტად ეს ის სიმართლეა, რაც ეგრეთ წოდებული ტრიბუნალის დედოფალმა თიაწულუკიანმა თავის საპარლამენტო შეხვედრებზე გაიგონა, მაგრამ გაატარა. ხო, მე დღეს გადავწყვიტე, რომ სიმართლეს კიდევ ერთხელ ფარდა ავხადო, ამიტომ თუ გეყოფა ნებისყოფა წამომყევი, რომ გაიგო როგორი მოღალატეობრივი ძალა თამაშობს დღეს საქართველოს ბედით და როგორი მოღალატეობრივი ძალა ასამართლებს ეგრეთ წოდებულ მოღალატეობრივ ძალას მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლებაში დარჩეს და თვითმიზანი იყოს მისი როგორც ძალაუფლება და არა საზოგადოებისთვის საკეთილდღეო საქმიანობა. ამ ვიდეოს უყურეთ. ეს არის ვინმე ბატონი გრიგოლ ფარცვანია, მაგრამ მე ვკითხულობ, რასაც მწერს. მე არ მაქვს ინფორმაცია, რა ტიპის სამხედრო გამოცდილება აქვს. მე ვარ გრიგოლ ფარცვანია, დამთავრებული მაქვს თბილისის დავით აღმაშენებელი სახელობის გაერთიანებული სამხედრო აკადემია, საერთო საჯარისო ფაკულტეტი. მსახურის პერიოდში მაქვს შესრულებული საბრძოლო მისიები კოდორის ხეობაში წარმატებით. მისი შესრულების დროს მაქვს მადლობა მიღებული საბრძოლო დავალების გამბედაობისთვის გენშტაბის უფროსის მადლობა. ვიმყოფოდი კოსოვოს რეგიონში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად. სამსახურის პერიოდში მივიღე მესამე ხარისხი მედალი უნციკლო სამსახურის ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო მომიწია 2008 წლის ომში მონაწილეობა. ჩემს დაგისრებულ მოვალეობას გავართავი შესაბამისად, როგორც მოიქცეოდა ნებისმიერი სამხედრო მოსამსახურე. ომის მსვლელობის პერიოდში უამრავი შეცდომები იქნა დაშვებული ხელმძღვანელობიდან, თუნდაც ერთ-ერთი შეტევის დროს ფეითებს დაასწრეს ბრძანება. ამ დროს მომენტალურად აღმოჩნდა ჩვენი არტილერიის ცეცხლის ქვეშ 82-იანი მინამიოტი დაახლოებით დამეცა 50 მეტრაში. ღმერთს მადლობა, რომ წოლელა მდგომარეობაში ვიყავი და ალფა ასეულს მესამე ათეულთან ერთად მყოფი ყველანი გადავრჩით. მაგრამ ის ფიქრობს, რომ ეს იყო უბრალოდ 20-ეულის დონის ქვედანაყოფის საქმეო. შესაბამისად, შეგვიშვეს, მიუხედავად ამისაო, შეგვიშვეს ბატალიონი. ვინაიდან ბატალიონს არ იყო ტერიტორია, ჩვენი ქვედანაყოფი მოექცა საკუთარი ცეცხლის ქვეშ. აღარ გააგრძელოთ მეტი ალბაზონცია რა. დავასრულებ, ხო შეიძლება. ამის მოსმენა არარელევანტურია. არარელევანტური არ არის, ამის მოსმენა იცით რისთვის არის კარგი, რომ თქვენ ეს პროფესიონალურ დონეზე გააბათილოთ. ტაქტიკურად პოზიციაზე ყოფმა დანაყოფმა ჩაიდინა შეცდომა ერთმანეთში და ამას ავალდებულებს საზე გოგავას და უმაღლეს თავარსარდალს. გოგავას არ ახსენებს. აბა ვის ახსენებს ახლა რაზე მელაპარაკებით? არა, არ ახსენებს, თორემ გეტყოდით ამ წერილს თუ გნებავთ. ეგ ხალხია, რომელიც ბუჩქებიდან უყურებს ხოლმე ომს და მე წერილებს იწერება რა. კარგი. პატივი წენ იმ სამხედროების საფლავებს, რომელიც იქ არის. კი ბატონო, შესაბამისად ეს შეცდომა და ასეთი ტიპის შეცდომები არ ყოფილა დაშვებული. ეს იყო როგორ არ ყოფილა დაშვებული? ომის მსვლელობის პერიოდში უამრავი შეცდომები იქნა დაშვებული ხელმძღვანელობიდან, თუნდაც ერთ-ერთი შეტევის დროს ფეითებს დაასწრეს ბრძანება. ამ დროს მომენტალურად აღმოჩნდა ჩვენი არტილერიის ცეცხლის ქვეშ. ომი არ არსებობს, სადაც დანაყოფი დანაყოფს ცეცხლს არ უხსნის. დღევანდელ დღესაც კი, როდესაც უმაღლეს ტექნოლოგიებით უყურებენ, მაპატიეთ ამ ტონზე. ნუ მიაქცევთ ამას ყურადღებას. არა, სხვა რამე გავარჩიოთ, როგორ არ უნდა დაგვემართოს ამ ქვეყანას ეგეთი რაღაცეები. არა, მათ შორის ამაზეც უნდა ვიმსჯელოთ, რომ აზე უნდა ვიმსჯელოთ, 20 მეტრმა ვერ შეასრულა დავალება და აქ უნდა გადავუწყვიტო. ეხლა მაგას მე რომ თურმე მე უნდა დავუზისა, რა ქვია, პოზიცია მე უნდა დავუგეგმო. მე ვაძლებ დავალებას ოპერატიულ დონეზე, ტაქტიკურ დონეზე და მივიდეთ და შეასრულოთ. ისე ილაპარაკეთ, რატო შეგვიშვიდა თუ ისაუბროთ. ეს არ არის ეს ტონი. არა, დაწმერდით ბატონოზაზე. არა. უემოციოთ აგვისტოს ომზე საუბარი არის გამორიცხული. რაო გოგავა, ომი ყველაფერს ჩამოწერს, ომში ყველაფერი ხდება. აბა ერთი ამას უყურეთ, ასეთი კომპეტენციის ხალხი რო ყავდა, დანიშნული ამას. 22,000 კაცის 2% არის 4,400, მაგრამ აქედან 440. ბოდიშ ჩემ მათემატიკისთვის. ისევ და ისევ პარლამენტი. შეხედეთ ამ ტიპს. ეს აგრეთ წოდებული ამერიკაში ომის კოლეჯ დამთავრებული, პრესტიჟირებული ფავორიტიზმში აყვანილი ნაზირალა, რომელმაც აი ესე ბრწყინვალედ გამოცვალა მათემატიკური ფორმულა და მერე ბოდიშიც მოიხადა, მაგრამ ომის დროს ბოდიში, როდესაც საკუთარი ქვედანაყოფის სიცოცხლე დაგიჯდება, როდესაც ქართველი ქართველს მოკლავს,
მოდი და იმ პარლამენტში გასიებულ ტიპს კი ნუ მოუხდი ბოდიში. იმ იცვალებულების დედებს მოუხადე ბოდიში. ომის კოლეჯ დამთავრებულო გმირო. ვის გეპარებათ ეჭვირო ამ ასეთი გათვლების შემდეგ ჩვენი артиллерия ჩვენ ქვედანაყოფებს ბომბავდა. ეს არის ვინმე ბატონი გრიგოლ ფარცვანი. ის ვიღაცა გოგიტა ფარცვანიაო, არ ვიციო ესო ვინ არისო, ამას ამბობს ქალი, რომელიც ტრიბუნალს ატარებს, სამხედროები ყავს იქ მოწვეული. ოფიცრის პატაკი მიუვიდა, არა მარტო ომში გაწირული ჯარისკაცის ბედს ეხება, არამედ ნაცების ციხეში, ომის მერე დაჭერილი გაუბედურებული კაცის მოხსენება უდევს წის და ამან არაფერი არ იცის. პროსტო ზის იქ ბიძინამ დაავალა რა. ღალატი მოხდა ქვეყანაში, აღიარა გოგავამ, რომ ესეთი ფაქტი იყო, საკუთარი артиллерия ჩვენთან აყოფებს ბომბავდა, მაგრამ ამან არაფერი არ იცის. მოდი გავატაროთ რა. აი ამ ბიჭის ისტორიას მოусვინეთ თვითონ და გაიგებთ ვინვინა. საომარი მოქმედებების ბოლო ფაზაში 12 რიცხვში მთელი ჯარების უკან დახევის პროცესში მივიღე ესეთი ბრძანება ისევ შეტევაზე წასვლის სარაბუგის მიმართულებით. იმ პერიოდში ვიყოფობდი სოფელ ტყვიავში. შეტევის განხორციელების პერიოდში მოხვდით ავტომანქანა დოჯებზე, როდესაც მიმართებოდი სარაბუგის მიმართულებით, მომენტალურად სლოვეთის მხრიდან ამოფრინდა 3 ავიაბომბდამშენი. მოვასწარით მანქანებიდან ჩამოქვეითება და ბუნებრივი ხელსაყრელი პირობების დაკავება. იმ დონეზე ვერ მოვასწარით გაშლა, რაც ჭირდებოდა ავიაციის ცეცხლის მოგერიებას. ჩვენ არანაირი საშუალება არ გქონდა იმისი, რომ ცეცხლი გაგვეხსნა ავიაციისთვის, თავარი პრიორიტეტი იყო თავის გადარჩენა და შეფარება. მაგრამ ამ დაბომბვის დროს დაიღუპა რამოდენიმე ჯარისკაცი. მე მოვახერხე ის, რომ საერთოდ სამხედრო წესებაში არის ესეთი რაღაცა, როცა მოწინააღმდეგე აღმოგაჩენს და ბომბავს, არ ავკეთებ შეტყობინებას შემდგომთან, აქ დროის ფაქტორია. მოვახერხე ქვედანაყოფის გამოყვანა ბრძოლის არიანიდან და უსაფრთხო ადგილზე სარდაფში სახლის ქვეშ ქვედანაყოფის გადარჩენა. ეს სამხედრო წესდებაში თეთრი შავზე წერია, რომ მთავარია ომში ქვედანაყოფის სიცოცხლიანი უნარიანობა შევინარჩუნოთ. და მე ზუსტად ესე მოვიქეცი. მოვახერხე გამოსვლა იმ თავშესაფრიდან მეთაურთან დაკავშირება და იმ ადგილმდებარეობის ცნობა, სადაც ვიყავი. ესეთის რამ მითხრა სიტყვა სიტყვით, რა პანიკაში ხარ, თუ გადარჩი, ძროხებს გამწყესიებ. ეს პირდაპირ ნიშნავდა თანამდებობიდან თანამდებობაზე, რომ დამიჭერდა რა. ეს პიროვნება 32 ბატალიონის მეთაური დავით ნდოდარიძე შველიძე. მაშინ მაიორი ჰქონდა წოდება და ეხლა შეიძლება მოემატა კიდევაც. ბრძანებებს ბატონი დავით შველიძე იძლეოდა ჩვენზეც და იმ артиллерия, რომელიც ჩვენზე იყო მიკუთვნილი, გენშტაბის უფროს ბატონ ვლადიმერ ჩაჩიბაიას მქონდა ბედნიერება, რომ მსახურობდი მაგასთან ერთად მესამე ქვეით ბრიგადაში სატანკოში და ადრე იყო ასეთი მდგომარეობა, შეიცვლებოდა ბრიგადის მეთაური და ცოცხლიც იცვლებოდა ნაწილებში. მოვიდოდა მეთაური, მოყავდა თავისი ხალხი. და ერთ-ერთი მისი მეგობარი იყო ესე დავით შველიძე, როცა დაინიშნებოდა ბრიგადის მეთაურად ვლადიმერ ჩაჩიბაია, ბატალიონის მეთაური დავით შველიძე იყო. და ეს დავით შველიძე და ეს ვლადიმერ ჩაჩიბაია კურსელები, მეგობრები, რავის ახლობლები. ეხლა ასეთ სიტუაციაში, ასეთ მდგომარეობაში მე ამ სისტემასთან როგორ გავიტან სიმართლეს, რამდენი რამე დავაპირე, ყოველთვის წინახობა. ესე იგი არ მივეცი ხელმძღვანელობას, რომ სხვეპლი ენახა მეტი და გადავარჩინე ჯარისკაცების სიცოცხლეს, ალბათ ეს იყო ჩემი დანაშაული. არა, დამემუქრა პიროვნულად, ამ მუქარა შეესწრეთ ჯარისკაცებიც იყვნენ და მოისმინეს. რა ვიცი, ხა ამ უკან დახევას როგორი მანერვი ქვია, არ ვიცი, 3 საათი იდგა ავტოკოლონა თბილისამდე და ცაში ავიაცია დაფრინავდა, ეს მთელი ჯარი კრუგში, დავით შველიძეს იდგა შუაში და მისახის ერთ-ერთი ჯარისკაცი სიბილიაზე იყო, მეთაური გადადგა. რა გადადგა მეთქი, ხომ არ გაგიჟდა ეს ხალხი. ესწრები ესეც საუბარს. ბიჭებო, კარგი ბიჭები ხართ, თქვენი მისია ყველაფერი 5 იანზე შეასრულეთ. მე უკვე თქვენი მეთაური აღარ ვარ და მთავარი ის არის, რომ იარაღი ჩავაბაროთ და თქვენ თავს მიხედეთ და ვიშლებით. ეს ჩემთვის იმ წუთში შოკის მომგვრელი იყო, რაც მეთაურმა ბრძანა. გავედი რამოდენიმე ოფიცერს შევეკითხე, მეთქი რა ხდება, რაც თქვა მეთაურმა გააკეთეთ ის. ჩემს თვალწინ, ჩემ ასეულის პირადი შემადგენლობა დაახლოებით ასეულების მიხედვით 4 ასეული იყო. შეერაღების სერჟანტებს, ვისაც ავალია შეერაღება, ჩააბარეს იარაღი,
ჩამოვარდე ჩემ ბიჭებთან ერთად იარაღი და დაველოდე მოვლენები. მოვლენები ის იყო, რომ მთელი ბატალიონი ჩემ თვალწინ დაიშალა. ოჯის ტყეში იკრიბებოდნენ ჯარისკაცები. დავჯექით ბანკანაზე დაახლოებით 7 ჯარისკაცამდე და ავედით კოჯოში. 60 კაცამდე მივედით და ჩაულებრად აღვნიშნეს სიაში მოგწე ჩვენი იარაღი აღჭურვილობა. მისაღამოსვე მირეკავს ვიღაცა ტელეფონზე, იცით რა თქვენთან გასაუბრება მინდა. ეს იყო როგორც მე აღმოჩნდა დავით აბრამიშვილი, გამომძიებელი. ისო ბატონო გრიგოლო, ესეთ სიტუაციაო, ამიყვანა იქ, ნუ რაღაცა ფორმალობაო. რაღაცა მეთაურს აი პრობლემები ექნებაო თქვენსაც რა იმ სიტუაციიდან გამომდინარე რას მოხდა თბილისის ზღვაზე რაღაც დამიწერეო და ის კარნახობდა და მე ვინაიდან კანტუზირებული ვიყავი არ ვიყავ ფსიქიკურად ნორმალურ მდგომარეობაში ჯერ ვის გაუგია კანტუზირებული ადამიანის მიცემული ჩვენება იყოს ჩვენება დამაწერია რომ ვითომ როცა ჩამოვედით თბილისის ზღვაზე მე თვითონ მარტო გადავწყვიტე ჩემით ავიღე ჩავაბარე იარაღი და ვინაიდან ბავშვი შემეძინა 16 აგვისტოს წავედი სახში ბავშვის მოსანახულებლად. განაეწავე წავიდოდი ბავშვის მოსანახულებლად, როდესაც თბილისის გორის ტრასა გადაკეტილი იყო. ეს ჩვენება დამაწერია. მე ის მთხოვა რომ ეხლა ეს რა ქვია რომ დადასტურდესო, 1-5 კაცი მჭირდება, ვინცო დამიდასტურდესო ფორმალურად და ავდეგი ჩავედი ჩემ ჯარისკაცებს. თხოვე ამ ბიჭებს რომ რაღაც ფორმალურად ჭირდება რაღაც ესე მითხრა და მე აუყვანე თვითონ. და ესენი მე განაჯეჟი მოწმებად გამომიყვანეს ეს ბიჭები. შემით ითხრეს საქმე თეთრი ძაფით და ჩემჩვენებას მიეცა ესეთი ფორმა რომ როგორც აღიარებით ჩვენება მქონდა და ეხლა წამოდია დეპარტამენტში უნდა ჩვენთან გასაუბრება. მე ვფიქრი ალბათ ომის დროს რამე ვნახე ესეთი განსაკუთრებული საომარ მოქმედებებში ალბათ დაზურვა საინტერესებს რამე ინფორმაცია და სიხარული წავედი. ჩავედი და რამდენიმე წუთში შემოდის ეს გამომწეველი და მეუბნება იცით რა თქვენ დაპარტინებული ხარ 300 რაღაც მუხლით პირველი ნაწილით და ასე შეფუთულად ლამაზად ყოფნა მიმაბრძანეთ ძალის ციხეში. მე ამ 10 წლის განმავლობაში უამრავი წერილი მივწერა თავდაცვის დროში გითხოვდი აღდგენას, მაგრამ მომდიოდა აბსურდული წერილები, რაღაც სასტატო სტრუქტურული ოპტიმიზაციის გამო მეუბნებოდნენ. რამოდენიმე სამანდატოზე ვიყავი. ვასაჩივრებდი პროკურატურაში ამ საქმეს 1000 განცხადება, 1000 თხოვნა, 1000 წერილი. აი ამ წლის აგვისტოში დამკითხეს თავად პროკურატურაში უამრავი ნანვაშუნა ყური არ გაიფერხა მე ლომჯარიას მიმართე სახალხო დამცველისგან თავარი პროკურატურის წერილი ერთ კონვერტში იდო და ესეთი რაღაც ეწერა გარემოებების არარსებობის გამო ვერ დაიწყებდნენ თურმე გამოძიებას და მე გრიგოლ ფარცვანიას რომელიც ვარ ომის ვეტერანი და ავტომატის მაგივრად მიჭირავს ეხა პრეფერატორი და ვანგრევ კედლებს რომ ოჯახი ვარჩინო მე ჩემი სამსახური ისვისაც ვისწავლე, ისვისაც სახელმწიფომ ფული დახარჯა ჩემს გაზდაში, ჩამოყალიბებაში, სამხედრო პიროვნებად, არ უნდა ვებდო ქუჩაში. მე თუ დეზერტირის მუხლით ვარ გასამართლებული და ამჟამად ვიმყოფები ამ მდგომარეობაში, მაშინ საიდან ვარ ომის ვეტერანი? აი ეს მე ვარ, გრიგოლ ფარცვანია. ეს ჩემი მოწმობაა, ვეტერანის მოწმობა, ომის ვეტერანის, რომელიც არსებობს ჩემი ომში წასვლის და ომიდან დაბრუნების ბრძანება. რომელიც კარგად შეგიძლია მოიძიოთ და ნახავთ, რომ ჩემი ცხოვრების პერიოდში მე არანაირი პოლიტიკასთან, არანაირი პოლიტიკურ დაჯგუფებებთან, არანაირი ურთიერთობა, არანაირი შეხება, არანაირი მოსაზრება არ გამომითქვამს არავის მიმართ. მე მქონდა ჩემი საქმე სამხედრო სამსახური. ჩემი მთავარი პრიორიტეტი ცხოვრებაში არის სამშობლო, ღირსება, მოვალეობა, ოჯახი. ჩემთან საუბედუროდ მომათავსეთ ზანის ციხეში ჩაულებულ კრიმინალებთან. რეჟიმი იყო, ისეთი რეჟიმი იყო, არაფრის გულისთვის შეიძლება მოეკანით. გავყავდით პატიმრები აბაზანაში, სადაც ინდონეზიებს ემდნენ, რომ ტრაპის სისხლით ივსებოდა. ეხლას ვარ თავზე შრამი და ნაკერები იქ მიღებული ტრამვებიდან. 4000 კაცი იყო ერთ პატარა ზონაში, სადაც პატარა ცელოფნებით შეფუთულ რაღაც ბანაკში, სადაც ქვეშ წყალი იდგა და აგურებზე დავდიოდით და სმენაში მეძინა პატიმრებთან ერთად და ნახევარჯერ გარეთ ვიჯექით კინვაში, ვინაიდან დასაწოლი ადგილები არ იყო. დამემართა ტუბერკულიოზი. ციხიდან როცა გამოვედი 1 წლის თავზე, გამომაყოლეს 4 წელი პირობითი. შეწყალება თვითონ მოვიდნენ დამაწერიენ 1 თომაკთა გამოსვლას და ის პირობითი დამიწერეს. დამიტოვეს სახში მისული სანამ არ ვიყავ ჩემთვის ოჯახს ხელწერილი დააწერიეს მე თუ ხმას ამოვიღებდი და რამე სიმართლეს ვიტყოდი ისო ციხეში შემაბრუნებდნენ და იქიდან გამოსული მე ფსიქიკური პრობლემები მქონდა ამ სტრესიდან გამომდინარე უნალობდი 1 წლის განმავლობაში ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავი დამემართა ტუბერკულიოზი 6 თვე აბასთუმანში უნალობდი ფაქტიურად დამასამართლეს ადამიანი გამიმეტეს და იმის უფლება არ მაქვს რომ სულ მცირე
ჩემი რეპუტაციის შელახვისთვის, ჩემი ღირსების შელახვისთვის, ჩემი სამართლიანობა მოგითხოვო? თუ ეს თუ სახელმწიფოა, თუ ეს ქვეყანაა, თუ ეს პროკურორია, თუ ეს სამხედრო დამცველია ჩვენი უფლებების, მე მინდა ირაკლის სესიაშვილს მოუწოდო, რომ რა პასუხს გამცემს აი მას, როცა მოისმენს და იმ პარლამენტში რომ ზიხართ, ბატონო ირაკლი, აი პარლამენტის მშენებლობაზე რომ მიდიოდა, ფოტოშოპს მანდაც მაქვს 6 თვე წვილი მიღებული, 6 თვე არ ვიძინია, ამის სცენაში ვიყავი, უბრალოდ მუშა, რომ აი ამ გაუბედურებული ადამიანს ოჯახი რომ მერჩინა ხონის რაიონიდან დავდიოდი 5 ლარი გზაში მინდოდა, საჭმელი მინდოდა, ფაქტურად 15 ლარზე მთელი ღამე მუშაობდი. და იმის უფლებაც არ მქონდა, რომ 2 წუთი ჩამოვდარიყავ და სიგარეტი მოგვეწია, ერთ კაცზე 5 ადამიანი იყო ზედამხედველი. და თუ რამე პატარას შეხედავდნენ, ისეც იყო ჯარიმები 5 ლარია. და ესეთი რაღაც მომხდარა, რომ მისულვარ, ვინც იყო ხელმძღვანელი და მithქვია, რომ დაჟე მინუსებშიც გადავსულვარ, რომ იმდენი დაჯარიმება გამოუწვევია, როგორ ახლა ნორმალური ადამიანი მთელი ხამის განმავლობაში იმუშავებს და 2 წუთი ვერ უნდა ჩამოშდეს, ან დაისვენოს, ან სული მოიწვას. მაგრამ ესეთი მასოხისტურად ექცეოთ თქვენ ადამიანებს და თქვენი სისტემა, რომ ეხლა ბედნიერად გრძნობთ ხალხის ობლზე და ჯაფასზე აშენებულ პარლამენტში და იხებთ აბსურდულ კანონებს. არ მინდა შელახული რეპუტაციით, შელაცხული ღირსებით ვიცხოვრო და იმისთვის ვიბრძვი, რომ ჩემი ღირსება, ჩემი ადგილი, ჩემი კონსტიტუციური უფლება, რომელიც ყველა მოქალაქის უფლებაა, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ქვეყნის გასაჭირში ავდგე, ავიღო იარაღი, დავდგე საქართველოს სადარაჯოზე და ვიღაც პატიოსანი კაცი, რომელსაც საერთოდ არ ჭერია იარაღი, წავიდეს წინახარზე და მე ტელევიზორიდან უყურო საომარ მოქმედებას. მე ვიტყობ ჩემს ღირსებას, ჩემს კონსტიტუციურ უფლებას ქვეყნის წინაშე. მე თხოვნა მაქვს აი ყოფილ სამხედროებთან, ზოგი ჩემი მეგობარია, ზოგი ხელი ჩაიქნიეს და გონიათ რომ არაფერი გამოვა. მაგრამ თავარი ის არის რომ აი ყველას მოგიწოდებთ რომ გავერთიანდეთ და ერთმანეთს ამოუდგეთ ხარში ჩვენი ისთვისაც სახელმწიფო მივეცით ფიცი და ვალდებულები ვართ მთელი ჩვენი ცხოვრება რომ სახელმწიფოს სადარაჯოზე ვიდგეთ. სამხედროების ღირსება უნდა დადგეს ფასეულობათა უმთავრეს პრიორიტეტად. თქვენ როგორც სამშვიდობო ძალების სარდალს ხომ სწორად ხმარობ ტერმინს? არა, არ ხმარობ. სამშვიდობო ოპერაციების შტაბის სარდალი არ ყოფილა. სარდალი იყო ერთი კულახმეტოვი. ქართველების მხრიდან იყო უფროსი სამხედრო მეთაური, სტარში ვოისკი ნაჩალნიკი. დავადგინოთ ტერმინები, როგორც ცენტრალური მიმართულება რა იყო, თქვენ ვინ იყავით, რომ თქვენი ფუნქციები არის ძალიან მნიშვნელოვანი. სამხელა ამბიცია აქვს. სამხედროებს ასამართლებს და ვერ გაუგია ეს ყურაშვილი იქ სარდალი იყო თუ ვინ იყო. ვერ გარკვეულა რას წარმოადგენს, ვინ აყავს დაბარებული ის არის ის წულუკიანი. ერთიანებული შტაბი ჩავაყენე საქმის ყურში. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ? როდესაც რომ განგაში უშუალების საბჭოს გარეშე, გენშტაბის გარეშე ამეტი ხა და სახლებზე დაკონი და რას მეკითხებით ვერ გავიგე. სოფია გადასარჩენი, ხავდოთ ბოლო წამოვდეთ ცდილობდით რომ აგვეცილებინა კოფრი. რას მეკითხებით? არა, ნახეთ რას გეკითხებით. რა გინდათ ბოლო რას მეკითხებით? რა მინდა ბოლო ვერ გავიგე. ესე ბოლო რა გინდა? ევაკუაციას იწყებს ვინც? მომისმინეთ წუთი ცოტა იმასკენი. ევაკუაციას ვინც? არავინარზე საქართველოს გასაგებია. აი ეს ყურაშვილი ხო ვიცი, მაგრამ ის ვასილა მაღლაფერძის თეთრნივაში განასინჯის საყვარელი როა. სოზარა სუბარა ის რომ კაცობაზე დექავს და არავინ არ არისო შენზე ნაკლები კაცო რა გონორით ლაპარაკი რა ბიჭი. აი ეს ყურაშვილი ზედმეც რომ ბაქიბუქობს ერთი ამას მოусვინეთ შინდისში ერთ-ერთი ცოცხლად გადარჩენილი ნამდვილად გმირი ბიჭი როა უჩა გუგუჩია რას ამბობს ამ ნაბოზრებზე ვითომ გენერლებზე ყურადღებით მოусვინეთ. ჩვენ მოვხდით ნიკოზის მიმართულებით შეტევაზე. შევეხები უკვე ნიკოზე გადავალ. ნიკოზის მიმართულებაზე შევედით და აქ დახვდა ესენი ყურაშვილი გენერალი მიშას გმირი ასე ვთქვათ. და დანარჩენები რა სხვაები პოლკოვნიკები ისიც ნახე ტარიელ ლონდარიძე პარლამენტარი კიდევ ბინგო ოსეფაიშვილი აქ ნახე რა და აქაც ესეთი სიტუაცია უკვე ყურაშვილთან ამსახური ვიყავი და ვიცნობდი კარგად და მივედი ახლოს და რა ხდება გამანდირი თქვენთან ვარ თქვენ გვერდში მეთქი გამიხარდა რომ ყოფილ მეთაურს ხდები ძოლისილზე მე ასეთი წარმოდგენა მქონდა სულ მაგაზე რომ ძლიერი და ძლიერესი გენერალი
მოყვება წინო ბიჭებო და მივდივართ რა ცეცხლი არის უკვე მინამიოტები ჩართეს მოწინააღმდეგები და ეკლესიასთან იბომბება ყველაფერი რა ეპარქია რომ არის ნიქოზის რა და მივდივართ რა ზემოთ და მოდის მანქანები ვხედავ პოლიციის ვენაცვალე შავნაბადის ბიჭებს ყველა შავნაბადას უხდი იმაში რომ არიან დამანაკებული არა იქ შავნაბადაშია მეგონი ხო ესენი ეს კობრა მანქანებით პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმები გამოქონდათ ბიჭები დაჭრილი დაღუპულები არც ერთი არ დავშედიოდნენ გამოდიოდნენ ესენი თორე ეს მეოთხე ბრიგადა და თავისი მეთაურობა უკვე რა ბრიგადა კი არა მეთაურობაზე მაქვს უფრო ეს სად იყო უკვე მე არ ვიცი ესენი ამათ გამოყავდათ იმათ არ მინახია მე რომ კაცი გამოიყვანეს იქიდან თვითონ ამ პოლიციის ბიჭებმა გამოიყვანეს მაგიდან ესენი მოქმედებენ უფრო და ჩვენ ზემოთ მივდიოდით, მაინც ბრძანება ჰქონდა წინ და ვხედავ ესენი უკან მიდიან, ეს შავი ჯიპების კოლონა, ეს გენერლები, პოლკოვნიკები და წავიდნენ ესენი თავიანთ გზაზე. ვიცე-პოლკოვნიკ ზაზა ქვარაიას მოусმინეთ. უიშვიათეს პროფესიონალს, ყველა ქვეყანა იამაყებდა ასეთი ვაჟკაცი და ასეთი პროფესიონალი. რას ამბობს 2008 წლის ხალათზე? ტერს მივაყენებ ახლა ძალიან ისეთ დარტყმას, ვიტყვით ფაქტს 2008 წლის ომის შესახებ. სულ 25-ების რგოლი გაფრინდა სტრატეგიული ხიდის გასანადგურებლად, ეს არის გუფთის ხიდი. ყველა მიცის ჯავიდან რო ჩამოდიხარ, ფაქტიურად ვიწრო ხეობა არის და ამ ხიდის განადგურების შემთხვევაში ჩათვალეთ, რომ რუსების კოლონები ვერ შემოვიდოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. დავალება მიიღო რგოლმა, აღჭურვილობა ბეტაბი 8 ტონა თითოეულ სუ-25-ს მიქონდა 500 კილოიანი, 250 კილოიანი ბომბები, ეს ის ასე ვთქვათ ჭურვები არის, ის სისტემები არის, რომელსაც შეუძლია უშუალოდ ბეტონის ასე ვთქვათ მიზანზე, კონსტრუქციაზე იმოქმედოს და ამ ადამიანებმა ჰაერში მიიღეს ამოცანის ცვლილება, რომელიც არ ხდება ქვეყანაში, არცეთ მსოფლიოში ესეთი რაღაცა არ ხდება, რომ ამხელა ამოცანიდან ცვლილება მიიღო და ეს ასე ვთქვათ აღჭურვილობა ჩამოცალეს იმის საქმეა კი ბატონო მოწინააღმდეგის კოლონებზე, მაგრამ დამიჯერეთ მე მიაყენეს ბევრად უფრო ნაკლები ზარალი, ვიდრე გუფთის ხიდის განადგურების შემთხვევაში ჩვენ შეგვეძლო რომ მიგვეღო როგორც შეგვეძლოს ხიდს შემდეგ ეს ინფორმაციის საკითხანო ეს მთელმა უნდა იცოდეს ექსკლუზივა ეს ექსკლუზივია ეს არის ერთ-ერთი მაგალითი ღალატისა მე ახლა მინდა უთხრა ჩვენს მსმენელებს ეს იყო სარდალი იყო მაშინ ბატონი ნაირაშვილი და სავარაუდოდ ექნება კოდორის ჩაბარების მოღალატეობრივი ჩაბარების შესახებ ზღაპრებს რო ვისმენთ აი აქ მოусმინეთ სინამდვილეს და პოლკოვნიკ ჩაჩიბაიას მაგდროისთვის პოლკოვნიკ ჩაჩიბაიას მე ვიცნობდი ასე ვთქვათ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მას გარკვეული ავტორიტეტი გააჩნდა იმ პერიოდისთვის ჯარში ომის პერიოდში ბატონი პოლკოვნიკი ჩაჩიბაია იყო განათლების სარდალი სულ რაღაცა გარკვეული თვეების წინ დაბრუნდა მისი ასე ვთქვათ ამერიკის ტურნედან სადაც მიიღო ბოლო ასე ვთქვათ სტადიის სამხედრო განათლება, ანუ დაამთავრა War College და ავტორიტეტი როგორც გითხარით ამ პიროვნებას საკმაოდ მაღალი ქონდა ჯარებში. რაც შეეხება თვითონ უშუალოდ იმ მომენტს, რასაც მე შევესწარი, მე მსახურობდი აკადემიაში, სულ რაღაცა 2 თვით ადრე ომის დაწყებამდე 8 ბრიგადის მეთაური და შტაბის უფროსი საერთო ჯამში გათავისუფლებული იქნა თანამდებობებიდან მე აღმოჩნდი როგორც მესამე ქვეითი ბრიგადის შტაბის უფროსი აკადემიაში სახმელეთო ჯარების ოფიცერთა მომზადების კურსის უფროსად და ომში აი ზუსტად აი ამ ამპლუაში ფაქტურად გამოჩნდი. ნუ სარდალი თავისთავად ერთ მომენტში მოვიდა ჩვენთან ვარიანში ვიუყურებოდით, ვიყავი მე, ვიყავით პოლკოვნიკი ლონდარიძე აკადემიის რექტორი და იყო ჩვენი აკადემიის სერჟანტი რევაზ ციტური. ტელეფონმა დაურეკა ბატონმა პოლკოვნიკს ჩაჩიბაიაზე დიახ საუბარი ურეკავდნენ კოდორიდან მივხვდი რა თქმა უნდა რომ ურეკავდა ზურა აგლაძე იმ დროისთვის ზურა აგლაძე იყო კოდორში ასე ვთქვათ ჩვენი ძალების ხელმძღვანელი სარდალი
და როგორც გაერკვა საუბრიდან მდგომარეობა გაურკვევლობა იყო ძალიან დიდი, ფაქტურად არ იცოდა ბატონმა ზურავიმ თუ რა უნდა გაეკეთებია ქვედანაყოფს. ამ პერიოდისთვის უკვე ქართულ შენაერთებს ჰქონდა მიღებული მითითება ბრძანება რომ დაეხიათ უკან და ბატონი პოლკოვნიკი ჩაჩიბაიე ეუბნება ესე იგი ზურა აგლაძეს რომელთანაც მინიმუმ საჰაერო მანძილით გვაშორებს 250 კილომეტრი სადაც აბსოლუტურად არანაირი ცდომა არ აქვს დროულ მდგომარეობასთან რაც ამ მომენტში მიმდინარეობს კოდორში ის ეუბნება თავის რჩევას თავის მითითებას რომ მან უნდა დატოვოს კოდორი. მე რა თქმა უნდა როგორც ოფიცერი, მაიორი ვიხარ იმ პერიოდისთვის, ვუთხარი რომ ბატონო პოლკოვნიკო, თქვენ არ გაქვთ მეთქი უფლება, ჩაჩიბაიას ვუთხარ, პოლკოვნიკ ჩაჩიბაიას თქვენ არ გაქვთ უფლება მეთქი როგორც პირველ რიგში, როგორც ადამიანს, რომელიც ძალიან დაშორებულია იმ სივრციდან, სადაც რაღაცა გარკვეული მოვლენები მიმდინარეობს, მეორე თქვენ არ გაქვთ უფლება როგორც განათლების სარდალს, იმიტომ რომ არანამდებობრივად რომ მისცეთ ასეთი მითითება ან რჩევა ან ასე შემდეგ და მე რაც იყო ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენ არ გაქვთ უფლება რომ მისცეთ ასე ვთქვათ ესეთი მნიშვნელოვანი ადგილის როგორც კოდორია მისი მიტოვების ასე ვთქვათ რჩევა ის რა თქმა უნდა შეეშფოთდა მას დაეთყო ეს სახეზე იქ ვერაფერი ვერ თქვა ახლა სიტყვია იცოდა თვითონაც ამის უფლება რო არ ქონდა რა თქმა უნდა იცოდა რომ ამის უფლება არ ქონდა მაგრამ ეს გააკეთა და მე ვუთხარი მას იქვე ბატონო პოლკოვნიკო თქვენ ამაზე პასუხს აგებთ მეთქი იმიტომ რომ თქვენ რაც გააკეთეთ ეს არის ღალატი ამის მოწვევები ფაქტურად პოლკოვნიკი ლონდარიძე არის და ასევე არის მასტერ სერჟანტი მწითური რომელიც ამ ეტაპზე ჯარიდან არის დათხოვნილი. შემდგომში წარმოუდგენელი იყო რომ დაუბრუნდით ანუ 11 აგვისტოს დისლოკაციის ადგილებზე წარმოუდგენელი იყო ჩემთვის რომ პოლკოვნიკმა ჩაჩიბაიამ ანუ ადამიანმა რომელსაც ჯარი პატივს სცემდა და ვიცოდი რომ ეკლესიაშიც ასე ვთქვათ რაღაც გარკვეული სკონდა რა ადამიანს რა ეკლესიურად ცხოვრობდა რა აი ასეთი რაღაცის გაკეთება შეეძლო და მოუხმე მას და უთხარი ბატონო პოლკოვნიკო მეთქი ჩვენ ვალდებული ვართ მეთქი როგორც ოფიცრები მივიდეთ საპატრიარქოში და უთხრათ საზოგადოებას რომ ის რაც 2008 წელს დღეს მოხდა აი რაღაცა 1 საათის 2 საათის უკან ის არის ქვეყნის ღალატი მე ხლა თემას რა თქმა უნდა ბოლომდე ვერ გავშლი შეიძლება ეთერმა არ მოგწეს ამის საშუალება მაგრამ ადამიანები 90% ვინც 2008 წელს იმსახურა ისინი დღეს არ მსახურობენ შეიარაღებულ ძალებში და ეს ყველაფერი შეგნებულად მოხდა მხოლოდ ერთი მიზეზით ამ ადამიანებმა იცოდნენ სიმართლე იმის შესახებ თუ 2008 რა იყო როგორ დაიგეგმა ეს პროცესი როგორ განხორციელდა და რა მოღალატეობრივი პოლიტიკა აწარმოა იმ დროინდელმა ფაქტურად ხელმძღვანელობაში იქნება თუ ხელისუფლებაში მყოფმა პირებმა იმისათვის რომ 2008 წელი დამდგარიყო და იმისათვის რომ დღესაც ვიმკიტა ამ ყველაფერს შედეგებს და ყველაზე უფრო უარესი რა არის დღეს პოლკოვნიკი ჩაჩიბაი უკვე გენერალ-მაიორი ჩაჩიბაი არის ის არის გენერალური შტაბის უფროსი და მას ხელთ ეწიფება რომ იგივე მდგომარეობაში ჩააგდოს ჩვენი სახელმწიფო თუ ამის ასე ვთქვათ ბრძანებას მიიღებს გარკვეული წლებისგან შემდეგ შეეკითხეთ ქართულ ოცნებას სადაყავს ის ჩაჩიბაია ის ჩაჩიბაია ჩემო კარგებო სადაყავს და ქართულ ოცნებაში პარლამენტში შეიყვანა 59 ნომრად და რიგითი მაწანწალიდან გენერლის უმაღლეს ჩინამდე აწია არც ერთი ძლიერი ქვეყანა არც ერთი თავმოყვარე სახელმწიფო ომის ასეთი მოვლენების ასეთ საჯარო გაშუქებას არ აკეთებს მით უმეტეს ესეთ გამოძიებას არც ერთი თავმოყვარე სახელმწიფო ხშირად უყვარს წულუკიანს იმის თქმა რომ ფრანგულენოვანია ой მადამ სად გინახიათ ესეთი ფაქტი რომ სამხედრო პირებს მოსამართლედ უჯდეს ეგრეთ წოდებული სამოქალაქო პირები და რაღაც სამოგამოძიებო კომისიას თამაშობდეს მტრის გასახარად რაც არ უნდა ვერ ვიტანდნენ ნაცებს არსებობს ისეთი რაღაცა რაც არის სახელმწიფოებრივი ეს ნაძირლები, ეს გოგავა და ეს მეორე კიდე ყურაშვილი უნდა გასამართლებული იყოს სამხედრო ტრიბუნალის მიერ, მაგრამ ჩვენ ქვეყანაში სააკაშვილმა გააუქმა სამხედრო ტრიბუნალი და შემდეგ ამ ნაძირალამ ბიზინა ივანიშვილმა ხელი შეუწყო, რომ ეს ყველაფერი ასე დარჩენილიყო.
ეს არის თამაში ქართული ინტერესებით, აქ ხდება ძალიან ცუდი რაღაცეები და უნდა იცოდეთ ყველაფერი, რომ უკვე თეატრალუკიანმა ომის გამოძიება დაასრულა. თურმე ომი ახლა გამოსაძიებელი აღარ არის. თურმე ის ხალხი დასაჭერი არ არის, ვინც ქართველებს ქართულ артиლერიას უმიზნებდა ზურგში, ვინც ასე ღალატობდა ტოტალურად, ვინც კოდორის ხეობა ჩააბარა. მთავარი რა არის, იცი? ოღონდ არ განაცდე. და თუ გაქოცდები, იქ პირიქით უკეთესიც არა, ინდულიგენციაა და ამითი შენ ცოდვებს მოინანიებ. იმი ფურთხებია თქვენი სამართლისთვის, კოცებო, თქვენ მედროვეები.